თვეში განვითარებული მოვლენები და ვილნიუსის სამიტი ევროკავშირის დელეგაციის შეხვედრების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ევროპელმა პოლიტიკოსებმა დღეს საქართველოს პრეზიდენტთან და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის წარმომადგენელთან შეხვედრი დაასრულეს. ნათია ურველაშვილი საუბრობს ახლა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. ნათია, რა განცხადებები და შეფასებები გააკეთეს მხარეებმა? საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მის დაწყებამდე. პრეზიდენტმა კონფლიქტების თვალსაზრისით არსებული ვითარება შეადარა აღელვებულ ზღვას, საქართველო კი გემს, რომელმაც ევროკავშირში უნდა შეასროს. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, როგორც კონფლიქტების დარეგულირების, ისე ევროინტეგრაციის კუთხით. ძალიან კაია რომ ჩამოვიდნენ, ძალიან კაია რომ ეხლა და რუსეთი არის შეტევაზე მთელი ევროპის მიმართულებით. მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი პრინციპში სომხეთი კუთხეში მოამწყლია და ჩამოაშორა ევროპულ გზას. საქართველოსთან გაგებული რაღაც დაპირებები გაიცა, რაღაც ესე ნოტები გაისმა ევრაზიულ კავშირზე, რაც სრულად მიუღებელია. ამიტომ ეხლა არის ძალიან გადამწყვეტი მომენტი, რომ საქართველოს როგორმე შევათრიოთ ევროპაში, შევიყვანოთ ევროკავშირთან იურიდიულ ზონაში, პირველად რომ ყარად მოვათავსოთ ჩვენი გემი ამ ღელვის და შტორმის დროს, როცა მეკობრეები მოგდევენ ევროპულ წყლებში. საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ზურაბ აბაშიძესთან, პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. როგორც ზურაბ აბაშიძემ განგვიცხადა, საუბრის ძირითადი თემა იყო რუსეთთან ის დიალოგი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. დღის ბოლოს ეს შეხვედრები შეაჯამა თავად ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემაც. საუბრებ იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ თვეების მანძილზე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, როდესაც რაც ეს დიალოგი წამოვიწყეთ რუსეთთან დეკემბრიდან მოყოლებული გასული წლის და დღევანდელ დღემდე. რა ვითარება ამ თვალსაზრისით, როგორ ხედავთ მომავალს ამ დიალოგისა, ეს ვითარება, აი ეს ძალიან შემაშფოთებელი ვითარება ამ ადმინისტრაციულ ხაზზე რაოდენ ცუდ ფონს ხნის აი ამ დიალოგისათვის. ჩვენ დღეს დიდით ვიყავით დიდსა და ერგნეთში, ვნახეთ იქ აღმართული მავთულხარდები, ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ. 28 ელჩის ვიზიტი ამ ადგილზე ძლიერი სიგნალი და განაცხადია. ეს არის ევროპის ჩართულობის მკაფიო დადასტურება. მე ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო უსაფრთხოებასა და დაცვაზე და ამ კუთხით ჩვენ ვცდილობთ ჩარჩო შეთანხმების მიღწევას. დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა დღეისათვის დაგეგმილი შეხვედრები უკვე დაასრულეს. მე შეგახსენებთ, რომ ისინი დილიდან იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილზე გაეცნენ ვითარებას. დღის განმავლობაში კი შეხვდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს. ხვალ ისინი საქართველოდან გამგზავრებამდე არასამთავრობო სექტორში ხვდებიან. მადლობა, ნათია ურველაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.